თბილისის მერია სერვისების მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგს იწყებს. შეისწავლიან სერვისის მიმწოდებელი ყველა კომპანიის მუშაობას, როგორ ასრულებენ ისინი საკუთარ სამუშაოს და ხომ არ არსებობს დარღვევაში. დღეს სპეციალური ბრიფინგი დედაქალაქის მერიაში გაიმართა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მომავალი 2 კვირის მანძილზე განახორციელებს მონიტორინგს 2014 წელს გაცემული ნებართვების ფარგლებში კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. მონიტორინგისას აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იქნება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურზე, რაზეც ეს უკანასკნელი განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს. მოუწოდებთ ქალაქ თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებსა და სხვა კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებს გადაამოწმონ და უმოკლეს ვადებში აღმოფხრან დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე. ეს კიდევ ერთი ძალიან სასაცილო და არაადეკვატური რეაგირება საკუთარი უფლებამოვალეობების შესრულებაზე, იმისაცაც რომ კეთილმოწყობის სამსახური დედაღამიყოს ქუჩაში, თავად ამოწმებს სამუშაოებს ლაბორატორიასთან ერთად და კომპანიებთან ერთად კონტრაქტები აქვს ახდენდეს ძალიან მკაცრ რეაგირებას იმ მართლაც შეუსრულებელ სამუშაოებზე, რომელიც რავლად დაგროვდა ქალაქში, ის ტელევიზიიდან მოუწოდებს მათ იმუშაონ. კარგად, ასე საქმე ნამდვილად არ კეთდება. ბატონი სუდაძე არის აბსოლუტურად უუნარო, მართოს კეთილმოწყობის სამსახური იზრუნოს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ასე რომ დავით დარმანია ძალიან მალე მოუწევს შეელიოს მას.